საქართველოს პარლამენტში შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის ინიციატივა მიზნად ისახავს მყარის ამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებას, რაც შინაური ცხოველებისა და მათი მეპატრონეების იდენტიფიკაციას, ასევე ცხოველების უკონტროლო მოშენების რეგულირებას გულისხმობს. კანონის ამოქმედების შედეგად ეტაპობრივად დაიწყება მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია და კასტრაცია. პროცესს დადებითად აფასებენ შიდა ქართლში რეგიონის ცხოველთა მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრობლემის სისტემური გადაწყვეტისკენ. სააგენტოს ხელმძღვანელის ბექა გიუნაშვილის თქმით, შიდა ქართლში უკვე მოქმედებს უფასო სტერილიზაციის, კასტრაციის აქცია, მის ფარგლებში კი ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავისი ცხოველი რეგისტრაციაში მოაქციოს. მომსახურება უფასოა, მოქალაქე მხოლოდ შიპის ღირებულებას 19 ლარს გადაიხდის. პარლამენტში მიმდინარეობს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის განხილვა. აღნიშნული კანონპროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული. მთავარ საკითხს გამოვყოფ ჩვენთვის, როგორც პოპულაციის მართვის ერთ-ერთი რეგიონალური ცენტრისთვის, მთავარი რა იქნება. კანონით გათვალისწინებულია საყოველთაო აღრიცხვა, დაჩიპვა და შემდგომში უმკაცრესი საჯარიმო ღონისძიებების განხორციელება იმ უპასუხისმგებლო მოქალაქეების მიმართ, ფიზიკური პირის მიმართ განისაზღვრული არის 5,000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის მიმართ განსაზღვრული 10,000-მდე ოდენობით. მთავარი დანიშნულება რა იქნება ჩვენი აზრით და ამას ვითხოვთ წლების მანძილზე. წლის მანძილზე უპატრონო ცხოველების ქირურგიული ოპერაციები, ამ შემთხვევაში სტერილიზაცია, კასტრაციების ოდენობა ბევრად ჩამორჩება ქუჩაში გამოყრილი ცხოველების რიცხვს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოხდეს საყოველთაო აღრიცხვა, დაჩიპვა, ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეტანა და შემდგომში უპასუხისმგებლო მოქალაქეების მიმართ გატარდეს ერთხელ და სამუდამოდ აღნიშნული საჯარიმო ღონისძიებები. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ადგილზე მოხდეს უკვე ქუჩაში დარჩენილი ცხოველების აღრიცხვა, გადაყვანა სააგენტოებში, გასტერილება, ცოფზე ვაქცინირება და შემდგომში ბუნებრივ არეალში დაბრუნება. ეს არის გრძელვადიანი დროში გაწეული პროცესი, მაგრამ ჰუმანური მიდგომა ამას მოითხოვს.